მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. რამდენიმე საკითხი, რაზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, მათ შორის ის თუ როგორ რეაგირებს ქართული ოცნება ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას საკითხზე. ეს არის, მოდი დავიწყოთ, ახლა ვიცი რომ თქვათ დაკავებებზე, სასამართლოებზე კითხვა ჩვეულებრივია, განსაკუთრებით თქვენი პოლიტიკური ძალის შემთხვევაში, მაგრამ მაინც უვიზო საკითხით მინდა რომ დავიწყო. აი დღეს რაზეც ლაპარაკობდა კობახიძე, რომ ეს ქართველი ხალხის შანტაჟად შეფასებული ამბავია და რაღაც იქნებაო კონტრპროდუქტიული და საკადრისი პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან. აი როგორ უყურებ ამ საკითხს რეალურად, თავად ოცნების შეფასებას როგორ უყურებ ამ თემაზე. იმიტომ რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველას აინტერესებს, ყველას აღელვებს, აქედან ძალიან დიდ სარგებელს იღებს 100,000 ადამიანი, მათ შორის ეკონომიკურს და ასე შემდეგ და კრიტიკული საკითხია, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი და რას ეუბნება საზოგადოებას დღეს კობახიძე აი ამ კონკრეტულ ესეთ ძალიან გრძნობიარე საკითხზე, როგორიც არის უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ჩვენთვის. მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ნერვიულობს ამ თემაზე და ფიქრობს, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვით მათ დამატებით ბევრი პრობლემა შეექმნებათ ქვეყანაში შიგნით მოსახლეობასთან, იმ მოსახლეობასთან, რომელთა უმრავლესობაც აშკარად წინააღმდეგია მისი რეჟიმის და მას მიიჩნევს არალეგიტიმურად. უბრალოდ ჩვენ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ხალხს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ ევროპულ კავშირს იმ ქვეყნებთან, რომელსაც არ აქვს დემოკრატია, რომელიც არ ატარებს არჩევნებს, რომელიც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ცემს, აწამებს, ციხეში სვამს, რა ვიცი, 1000 უბედურებას მართებს, ხო, ბუნებრივია არ ექნება უვიზო მიმოსვლა, ხო? ჩვენ უვიზო მიმოსვლა გქონდა, იმიტომ რომ ვატარებდით რეფორმებს და გვაქვს, იმიტომ რომ ვატარებდით რეფორმებს, ქვეყანა მიდიოდა წინ, მიდიოდა ევროკავშირის გზაზე და ძალიან ახლოს ვართ მისულები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამიტომაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა. თუ საერთოდ მოვცილდებით იმ ყველაფერს, იმ ფასეულობებს, რაზეც დგას ევროპული კავშირი, რა თქმა უნდა, არც უვიზო მიმოსვლა დაგვრჩება, ხო? ოღონდ რა არის მთავარი, რაც ამ უვიზო მიმოსვლას და ბევრ სხვა სიკეთეს გვაცილებს ქართულ ხალხს, რა გვაცილებს? ხო, ეს არის რუსული რეჟიმი, ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემონტაჟი, მისგან გათავისუფლება და გაგრძელება იმ სulis, რომელიც, რა ვიცი, ბევრი თაობის ოცნებაც იყო და ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, ადამიანების სიცოცხლეს წირავდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიას და თავისუფალი სამყაროსკენ სვლას. ივანიშვილი და კობახიძე ალბათ ეხლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით დაიწყოს საუბარი ამაზე და შეაგუოს ხალხი, იმას, რომ ეგ პრაქტიკულად შეიძლება მართლა მოხდეს და მე დარწმუნებული ვარ, მოხდება კიდეც მათი რეჟიმის პირობებში, იმიტომაც რატომაც უკვე ვისაუბრო, რომ წარმოუდგენელი ერთი სხვა შენ, რა ვიცი, დემოკრატიის ნიშანწყალი არ ქონდეს ქვეყანაში და მე ევროპულ კავშირთან რაღაცა ახლო ურთიერთობაზე ქონდეს პრეტენზია. მე ვფიქრობ, რომ ისინი ამისთვისაც იყენებენ მათ შორის იმ წერილებს, რაც დაიგზავნა ეხა ზოგ დაჭერილთან და ზოგ ჯერ არ დაჭერილ პოლიტიკურ ლიდერთან, როცა 2012-25 წლების რაღაცა მათი საქმიანობის შესწავლით არის თითქოს დაკავებული ეს ეგრეთ წოდებული კომისია წოლუკიანის, ხო? ალბათ ამას გულს ხო და პარალელს ვაკეთებ, იმიტომაც რომ დიდია შანსი იმისი, რომ მათ შორის ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება თუ რაღაცა ნებისმიერი გართულება ევროკავშირთან მერე დაბრალდეს ამ პოლიტიკურ ლიდერებს. და ეს არის ზუსტად ის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაზეც დღეს მათ შორის ბრიფინგზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში 90-100 წლის წინ. ზუსტად იგივეა ხელწერა ერთი და იგივეა, მაშინაც რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის პატრიოტებს, თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს სხვა ქვეყნის აგენტებად მოიხსენიებდა და უბრალოდ სხვა დრო იყო ამ მუხლით ხრეტდა პირდაპირ მნიშვნელობით ან ციმბირში ასახლებდა და 1000 უბედურებას უკეთებდა. დღეს ხო, რა ვიცი, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით არანაირი სასამართლო და პირდაპირ უშვებს ციხეებში. მაგრამ სხვა დროა რა, 100 წელი გავიდა ანა იმის შემდეგ და წარმოუდგენელია ივანიშვილმა ქუჩაში დახვრიტოს ხალხი ან ციმბირის გზას გაუყენოს, რა ვიცი, მთელი საქართველო და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. განსაკუთრებით ახალგაზრდები, ის ადამიანები, ვინც სინდისის პატიმრები არიან მართლა, ხო? ვერც ერთი მათგანი გატეხეს, ათობით ადამიანი ციხეშია, თქვენი კოლეგა ჟურნალისტი, ქალბატონები, მსახიობები, ექიმები და ასე შემდეგ. და მათი უამრავი წარმოსადგენი იყო გიორგი. ეს სურათი რაც არის ახლა იყო წარმოსადგენი. იცით რა არის? თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ ესეც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ თქვენ რა ჩამონათვალიც ახლა გააკეთეთ და შესთავაზეთ საზოგადოებას, ფაქტია რომ ესეც სახეზეა და ყველაზე დასანანი ის არის, რომ ნუ დისკომფორტი რა არის, ხო? ანუ ფასს როგორ იხდის ხელისუფლება რა ფორმით, იმიტომ რომ
რომ სურვილი შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ სიას თავაზობს დაჭერილების და დაკავებულების საზოგადოებას, ამისთვის იყენებს შესაბამის სტრუქტურებს, უწყებებს, ჩართულია სასამართლო ხელისუფლება და მოკლედ ესე არ ვიცი რა მიზნისკენ, ამაზე თქვენ პოლიტიკოსი ხართ და ალბათ უფრო ჩემ პოზიციას გეტყვით. საზოგადოებას მიიწევს აი ამ მიზნისკენ. ჩემს პოზიციას გეტყვით ამასთან დაკავშირებით. მე არ მიმაჩნია რომ ამ პროცესში თქვენ სამოცანაზე მითხარით თქვა, როცა ეს რთულად აღწერთ ვითარებას, ეს რა ტიპის აი მანიშნებელი და სიგნალი უნდა იყოს პირველ რიგში. რატომ მივედით აქამდე? ჯერ ამით დავიწყოთ. ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მას მიუხედავად იმისა რომ ხალხი მხარს არ უჭერს, დარჩეს ხელისუფლებაში მიიტაცოს ძალაუფლება და განახორციელოს ყველა ქმედება იმისთვის, რაც ამ ამბავს ხელს შეუწყობს. ხო, ამ დროს ხდება ხოლმე რა თქმა უნდა შეცდომების დაშვება და ივანიშვილი ჩემი აზრით შეცდომას ეხა შეცდომაზე უშვებს. ის რომ მას არ ადარდებს საერთაშორისო რეაქციები მის მიმართ. ან არ ადარდებს ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია, ესე ნამდვილად არ არის და ეს მის ქმედებებშიც იგრძნობა. ის რომ დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში, რა ვიცი, ყველაფერი ნორმალურად კონდეს. ასეთ სისულელეზე რატო ჩაიდეს? ხო, რატო გააკეთებს ამას? შეცდომის შეფასებაც ხო რაღაც პირობითია, იმიტომ რომ შეიძლება იზოლაცია მისთვის აი კონკრეტულ მომენტში კომფორტი იყოს. როგორ მაშინ თუ ეგრეა, მაშინ 15 წამია შეხვედრას მაკრონთან რატო ყიდის პროპაგანდისტული არხები რაღაცა დიდ შედეგად თუ რაღაცა იმასო ყველა უცხოელთან ხელის ჩამორთმევა რატო არის მათი პროპაგანდისტული არხებისთვის რაღაცა მთავარი თემა იმიტომ რომ მათაც კარგად ესმით მათ შორის ქართულ ოცნებაზე ხმის მიმცემი ადამიანებიც კი არ არიან მომხრე ეს ამ ქვეყნის სწორება იყოს ირანისა და მოსკოვისკენ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობას უნდა ნორმალური ცხოვრება, ევროპასთან ახლოს ყოფნა, ევროპულ კავშირში გაწევრიანება და ასე შემდეგ. ამას ივანიშვილი ვერ ცვლის. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები ამ ქვეყანაში, ვინც ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, მაგრამ ხო არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ირანისა და რუსეთის მხარეს არის წასული და რა თქმა უნდა მათ უფრთხილდება. რაღაცაზე ბოლო-ბოლო ხო უნდა დადგეს ივანიშვილი. მართალია მცირე, მაგრამ რაღაცა ტიპის მხარდაჭერაზე. ამიტომაც ვამბობ, რომ წარმოუდგენელია ამ ქმედებების გაგრძელების შემდეგ ივანიშვილმა რაღაცა არათუ შეინარჩუნოს ის რეიტინგი რაც აქვს, არამედ ბოლომდე არ ჩამოიშალოს. და საერთოდ ეს ყველაფერს თავი დავანებოთ, აი მათი ოჯახის წევრები, ახალგაზრდები, ვინც მათ ირგვლივ არიან, მათ რეაქციასაც ხო კარგად აკვირდება საბოლოო ჯამში ივანიშვილი. ეხლა არის იმ რეჟიმში, როცა მას გონია, რომ უკან დახევა თუნდაც რაიმე ფორმით ან ვიღაცის არ დაჭერა სისუსტის გამოვლენაში ჩაეთვლება და სისუსტე კიდე მას წარმოუდგენია რომ მისთვის არის დამღუპველი და ამას რაღაცა შემდეგ დიდი ტალღა მოყვება და ამიტომაც რეპრესიული რაღაცა მანქანა კიდე უფრო დიდი ძალით ანუ მაქსიმალური ძალით მას აქვს ჩართული. მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან გამარჯვებებს უკვე და მიმაჩნია რომ ამ გამარჯვებების რაღაცა გაძლიერება კიდე უფრო მეტად დამატება და რაღაცა სწორ გზაზე მოძრაობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და როცა ვამბობ რომ მივაღწიეთ გამარჯვებებს ამაში რა თქმა უნდა პირველ რიგში გულისხმობ იმას რომ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობისთვის ივანიშვილი არ არის ლეგიტიმური ხელისუფალი. ამიტომაც არის უკვე რა ვიცი 200-ზე ბევრად მეტი დღეა იკეტება რუსთაველის ქუჩა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება პარალელური აქციები. წინააღმდეგობა მას აქვს ყველგან და ყველაფერში. ყველა კვლევა ხო ამას ხატყობს. მათ შორის ქართული ოცნების ხარდამჭერებიც ამბობენ რომ ქვეყანაში არის კრიზისი და კრიზისიდან გამოსავალი კიდე ბოლო-ბოლო ნორმალური არჩევნების ჩატარება. ის რომ საერთაშორისო იზოლაცია იზრდება მის წინააღმდეგ ყოველდღიურად. ის რომ სანქციები ემატება და ეხა ყველა გონია რომ ამ ადამიანებმა ფული მართლა იმისთვის აკეთეს რომ თავის შვილები თეირანში გაუშვან საცხოვრებლად, სასწავლებლად თუ რა ვიცი დასასვენებლად. ეს სანქციები მათზე რა თქმა უნდა მოქმედებს. მეგობარი აქტი რომელიც რაღაც ძალიან მალე შევა ძალაში მე დარწმუნებული ვარ და ქართული ხალხისათვის ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. საერთაშორისო ამბებიც ეხა ივანიშვილს რაღაცა ქონდა ხოლმე ეს ეპიზოდები თავის პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ ვარსკვლავები რაღაცა მისთვის კარგად ლაგდებოდა ხო დღეს არ არის ეგრე კარგია ამ პროცესს საერთოდ კარგი არის ასე ვთქვათ ოპტიმისტური იმპულსების გაშვება არა არის ეგ მხოლოდ სადღეგრძელო ნაწილში არ გულისხმობ ანა მე მართლა დარწმუნებული ვარ რომ წარმოუდგენელია ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა დაამარცხოს ქართველი ხალხი და ეხა ქართველი ხალხი როგორც არასდროს არის ერთიანი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ეგრე ვხედავ მე ხო, აი თქვენ წინა სტუმარი თქვენამდე საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გარკვეული მეთოდები ქართულ ოცნებას ამ პროცესში უკვე შესწავლილი აქვს, ამიტომ ეხა სრული შეტევა უნდა იყოს ოცნებაზე ყველა მხრიდან. ხო, ჩვენ ხარჩევნებზე ვნახეთ, რომ კობახიძე ამბობს, რომ ეუთოდირი არ არისო საჭირო, ისინი მუნიციპალურებს ნაკლებად აკვირდებიანო, გამონაკლის შემთხვევებში მარტო და ახლაც არ იქნება ეუთოდირი არჩევნებზე საქართველოში, ხო? ეს როგორ ფიქრობთ, ვის უხსნის ეს ხელფეხს, ეს ამბავი, რომელიც დღეს
თქვა კობახიძემ დაადასტურა, რომ ეს მაღალი დონის დაკვირვება ამ არჩევნებზე არ იქნება. კიდე ერთხელ, ხო, ძალიან კაფეოდ გითხრა კობახიძემ, რომ ის არანაირი არჩევნების ჩატარებას ამ ქვეყანაში არ აპირებს, ეს იქნება ტყუილი და ტყულში მონაწილეობა. ამიტომ ჩემ ცოტა გასაკვირია მათ შორის თქვენი წინა სტუმარის ან კიდე ერთი პროდასოლური კოალიციის პოზიცია, რომ რაღაცა ჯიქურ მაინც ფიქრობენ, რომ არჩევნებში ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ხალხი გვეუბნება, რომ დამკვირვებელიც აღარ გვეყოლება. არჩევნები აღარ ექვევა საერთოდ და არც თქვენ გაქვთ დაკვირვების უფლება და არც სხვას არავისო და არ ვიცი ახლა როდემდე უნდა გავიბრიყოთ თავი და ამ დიდ ტყულში მივიღოთ მონაწილეობა და ეგ რაღაცა ბრძოლის ხაზად გავასაღოთ, ნამდვილ მართლა არ მისმის. მით უმეტეს იმის ფონზე, რაც ამ პარტიის ლიდერების თავს ხდება, მათ შორის სისხლის სამართლის ახალი საქმეების აღძვრით და ასე შემდეგ. ერთობა არის ანა საჭირო პოლიტიკურ სპექტრშიც და ზოგადად საზოგადოებაში. ზოგადად ერთობა არა იმისთვის, რომ მაშველი რგოლი გადაუგდოთ ბიძინა ივანიშვილს ერთობით და ეგეთი მგონია მეტყულში მონაწილეობა. არამედ პირიქით, პრინციპული ერთობა არ თანამშრომლობის და წინააღმდეგობის ნაწილში. და ხო კიდე ერთხელ ვიმეორებ, ხო ხედავთ, რომ ამ არ თანამშრომლობას და წინააღმდეგობას აქვს შედეგი. ის რომ ივანიშვილის რეჟიმი არა თუ არა კომფორტულ გარემოში, არამედ შეცდომას ჩემი აზრით შეცდომაზე უშვებს და მას აქვს პრობლემები, შიდარყევები, ამდენი გადაადგილება ხალხის სამსახლებში გაშვება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოიტანა რეჟიმთან არ თანამშრომლობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთობა არ თანამშრომლობის ნაწილში ახლა. ხო, ჩვენ საგარეო კომპონენტზე არ გვისაუბრია, მაგრამ ეხლა ვკითხულობ, რომ ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო შეთანხმდნენ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე და აქ საუბარია იმის შესახებ, რომ მეტმოქნილობა ენიჭებათ ევროკავშირში შეაკავოს მესამე ქვეყნების მთავრობები მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმების პირობების დარღვევისგან იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების ან სხვა ტიპის. მე მეჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული რეჟიმის ამგვარი ქმედებების გამო. ყველა ხვდება კარგად, რომ ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რუსული რეჟიმი ერთია და ქართველი ხალხი კიდე სხვა ამბავია, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ამიტომ ყველას მოვალეობა, ვინც ეხა მუშაობს, მათ შორის ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან და ამ სტრუქტურებთან გადაწყვეტილებებს მიუღებ ხალხთან, უნდა იყოს ნათლად იმისი ახსნა, რომ რა თქმა უნდა, სანქციები უნდა გაგრძელდეს, შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს იმ ხალხზე, ვინც ჩვენი ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო და მადლობა. არა ჩვენს ქვეყანაზე და რაც შეეხება დანარჩენი, ჩვენ უნდა ვიშრომოთ ბევრი და ვიმუშაოთ იმისთვის, ერთად ყველამ, რათა დროულად ჩამოშალოთ რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ.